ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბურ ყინვებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეერთებულ შტატებში ძლიერი თოვლი 22 იანვარს მოვიდა. ლუიზიანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ყინვების დროს ჰიპოთერმიით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ზამთრის შტორმს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინშიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტენესისში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მერილენდში, არკანზასში, კენტუკიში, ლუიზიანაში, მისისიპიში, ინდიანასა და დასავლეთ ვირჯინიაში. საერთო ჯამში სპეციალური გაფრთხილება შტატების აღმოსავლეთით 118 მილიონ ადამიანს შეეხო. კვირას 25 იანვარს დიდთოვლობა იყო კოლორადოს, ილინოისის, ინდიანას, მისურის, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის შტატებშიც. ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ უსაფრთხოების ლურჯი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სათანადოდ მომზადებისკენ მოუწოდა. მერმა ნიუ-იორკელებს სახლში დარჩენა და მგზავრობისგან თავის შეკავება ურჩია. მისივე განცხადებით, ქალაქში შესაძლოა შეწყდეს სკოლების მუშაობა და შეფერხდეს ტრანსპორტის მოძრაობაც. ეს მხოლოდ თოვლი არ იქნება. ეს ქარიშხალი ძლიერ ყინვას გამოიწვევს. განსაკუთრებით ცივი ტემპერატურა კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო 8 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ეს ყველაზე მძიმე იქნება. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ეს ქალაქი მზადაა ყველაფრისთვის. ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას და მზად ვართ გავუმკლავდეთ დიდ თოვლობას. ხუთშაბათს საღამოს გამოცხადებული ლურჯი დონე კვლავ ძალაშია. უსახლკაროთა მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები 5 რაიონში აწარმოებენ კამპანიებს, რომლის ფარგლებშიც უსახლკაროები თავშესაფრებში გადაჰყავთ. ყველა საავადმყოფოს უსახლკაროთა მომსახურების დეპარტამენტის ყველა ცენტრსა და თავშესაფარს აქვს სრულად ღია კარის პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ყველა გაჭირვებული ნიუ-იორკელისთვის საკმარისად გვაქვს საწოლები. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით 10,000 ფრენა გადაიდო. მსხვილმა ავიაკომპანიებმა კვირას 25 იანვარს 11,000-ზე მეტი რეისი გააუქმეს. 26 იანვარს ასევე გაუქმებულია 3,000-მდე რეისი. უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით სხვა დაგეგმილი ფრენების გაუქმებაცაა მოსალოდნელი.